მოგესალმებით ეთერშია ქრონიკა 20-ზე, მე ვარდლამ ციკლაური ვარ, გამოშვებაში თქვენ ნახავთ. გაეროს გენერალური მდივნის მილოცვა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს ანტონიო გუტიერეში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას ელის. ქართული ოპოზიცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არჩევნებში დამარცხებულები საქართველოს დასჯას ევროსაბჭოს თხოვენ. პოლიტიკა როგორც სამართლისაგან გაქცევის შესაძლებლობა, უკვე ნაცადი მეთოდები გიორგი ბაჩიაშვილის სცენარით. მსოფლიო ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მოლოდინში იქნება თუ არა 2025 წელი ომების დასრულების წელი. რას თავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს ქვეყანაში მოქმედი სერვისები და პრიორიტეტები. დაცული ტერიტორიები საქართველოს სავიზიტო ბარათი ტურიზმის ინდუსტრიაში. არ უყურებენ, მაგრამ არ მოსწონთ. დღეს საპროტესტო აქცია ტელეკომპანია იმედთან გაიმართა, ორგანიზატორებმა კერძო ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა გააპროტესტეს და მისი შეცვლა მოითხოვეს. ჩვეული სლოგანებით მოვიდნენ, თუმცა აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი იმედის კითხვებს გაექცა. მანამდე აქციის მონაწილეები პოზიტივთან იმყოფებოდნენ. კერძო კომპანიისგან რას სიტყვით? ის რომ კერძო კომპანია ხართ არ ნიშნავს იმას, რომ უსამართლობას თვალინო დახუჭოთ და ტყუილები ილაპარაკოთ. ხშირი მაყურებელი ხართ თუ არა ჩვენ? ხშირი მაყურებელი. იწუნებთ სარედაქციო პოლიტიკას და გინდათ რომ შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა. შეიძლება ასე ითქვას. ეს თუ სიმართლეს აშუქებს, ეს ტელევიზია. ახლოსაც კი არ გვიშვებს. სიმართლის მაძებარს რა. კერძო კომპანია როა ეს იცის. რა გითხობს, რა კერძო კომპანია? ეს რო კერძო კომპანია, დაკრადო ხარ. უარს გეუბნებით ინტერვიუზე. გაშუქება ხო გინდათ და ხო მოიწვა? უარს გეუბნებით ინტერვიუზე. არ მინდა შენთან ინტერვიუ შეწერა. დაკრადო მოხდა. შენთან ინტერვიუ შეწერა და არა. თქვენ რა გაქვთ თქვენ? არ მინდა არაფერს არ გეტყვით. აქ რატო ხართ აბა? რადიკალები საქართველოს წინააღმდეგ ამჯერად მათი ყურადღების ცენტრშია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ზამთრის სესია, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ჩვენი ქვეყანაა. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატი შეზღუდონ. სტრასბურგში ქართული დელეგაცია შეხვედრებს თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გამართავს. ანა ბერძენიშვილი მუშაობს თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. არჩევნებში დამარცხებული ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვას ამჯერად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ცდილობს. ძალაუფლების დასაბრუნებლად ერთადერთ გზად უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციას მიიჩნევენ. სახელისუფლებო გუნდი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების უკან deep state-ის კვალს ხედავს. მიუხედავად ოპოზიციის მცდელობებისა, რომ ქვეყნის ინტერესი დაზიანდეს, ქართულ დელეგაციას სტრასბურგში არაერთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. მორიგი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივის ავტორი კვლავ არჩევნებში მრავალჯერ დამარცხებული ოპოზიციაა. ამჯერად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვას ითხოვენ. დელეგაცია სტრასბურგში ხვალ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გაემგზავრება. მისი შეფასებით საქართველოს მხარეს მტკიცი არგუმენტებია. ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობის შემთხვევაში კი ოპოზიციას ქვეყნის ინტერესების დაზიანების შესაძლებლობა არ ექნება. როდესაც იხსნება ზამთრის სესია, მივემგზავრებით სტრასბურგში, ჩვენი ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია და რა თქმა უნდა გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდებით და ფიქრობ იქნება განხილული ის წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ იმას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იქნეს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს. რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით როდესაც მოლოდინებზეა საუბარი, ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსიას და არა აღქმებზე საუბარს, ვინაიდან ფაქტები მოწმობს ერთს, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, რომ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მიემგზავრება სტრასბურგში, არის
ლეგიტიმურად დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის წევრი, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აპირებს ასევე სტრასბურგში ვიზიტს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ უარი აქვთ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტში შემოსვლაზე და ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ მათ არ შეეძლებათ საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში მონაწილეობა. უარგუმენტოდ დარჩენილი ოპოზიცია აღიარებს, რომ ქართველი ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. ერთადერთი მექანიზმი კი, რომელიც მათ დარჩათ, საერთაშორისო საზოგადოებასთან საუბარია. ანტიქართულ ქმედებას კი ქვეყნის ინტერესების დაცვას უწოდებენ. ჩვენ როგორც დემოკრატიულ ოპოზიციას გვაქვს ერთადერთი მექანიზმი საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება და სწორედ ამას ვაკეთებთ. ეს არის ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი. ჩვენ გვაქვს ეს მექანიზმი, სხვა მექანიზმი ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც გსურს დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში. იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის უფლებები და ეროვნული ინტერესები იყოს დაცული, საჭირო არის, რომ კონკრეტული პირები, რომლებიც არიან დამნაშავეები ამ ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვაში, ეს ადამიანები იყვნენ დასჯილები. რადიკალურმა ოპოზიციამ ქვეყნის ინტერესები არაერთხელ დააზიანა და ეს სახელმწიფო გუნდისთვის ახალი არ არის. უახლოესი წარსული მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების არაერთ ფაქტს ინახავს. მმართველი გუნდი ოპოზიციის უკან Deep State-ის კვალს ხედავს. მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულება, წერილი, რომლითაც ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები და რეალურად ამ ქვეყნის ღალატში არაერთხელ მხირებულები, ამ ქვეყნის ინტერესების მომავლის წინაშე ბრალდებულები ადამიანები მიმართავენ. არაერთხელ, როგორც წარსულში, უკვე აწყვოშიც მიმართავენ ხოლმე სხვადასხვა თანამდებობის პირს, იქნება თუ ორგანიზაციას, ისევ და ისევ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ, ისევ და ისევ, რომ გააშავონ ჩვენი ქვეყნის სახელი და ეხლა სხვა არაფერი არ არის, თუ არა ესეთივე მოღალატეობრივი და სერგო ორჯონიკისეული წერილი, რომლის შინაარსი აბსოლუტურად დაცლილი არის ყველანაირი ფაქტის და მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ კიდევ ერთი ნიუსი გაჩნდეს მათ ტელევიზიებში. ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ხელებით მართული მარიონეტები არიან რეალურად იმ ძალების მიერ, რომლებსაც აქვს უზარმაზარი გავლენა და განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობენ ეხლა სამწუხაროდ ევროპაში. რაც შეეხება ოპოზიციას, ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს, კარგად გვახსოვს, არ ვიცი, კანდიდატის სტატუსის თემიდან დაწყებული, როდესაც კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციას გვიფორმებდნენ, მაშინ როგორ გვიშლიდნენ ხელს. 18 ნოემბრის წერილიც გვახსოვს, ეგრეთ წოდებული დანოსი ბრიუსელში, სადაც ევროკავშირს თხოვდნენ, ეხვეწებოდნენ, რომ ყველანაირი ურთიერთობა გაეჩერებინათ საქართველოსთან მიმართებაში. იგივეს აგრძელებენ ისინი ევროპის საბჭოსთან მიმართებაში და მათი რა თქმა უნდა გარემფარველების დახმარებით, თორე ხა მათ არანაირი უნარი არ შესწევთ, რომ ესეთი რანგის, ასე ვთქვათ, ორგანიზაციების საქმიანობაში ჩაერიონ, მაგრამ რა თქმა უნდა მათ ფარველობს Deep State-ი, რომელსაც უზარმაზარი გავლენა აქვს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ ევროკავშირის და ზოგადად ევროპის ბიუროკრატიაზე, რომელი გავლენებიც ამერიკაშიც მათ სამწუხაროდ ძალიან ჭარბად ჰქონდათ, მაგრამ ბატონი ტრამპი ხედავთ როგორ ამცირებს მათ გავლენებს და საბოლოო ჯამში ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დაამარცხებს. Deep State-ის გავლენებზე საუბრობენ ხალხის ძალის წარმომადგენლები. ქართული ოპოზიცია რო აგენტურაა და ის ყოველთვის საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ამას დიდი ხანია შეჩვეული ვართ. სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც არის ძალიან დიდი გავლენა იმ ძალების, რასაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვუწოდებთ და ამის კაფიო ილუსტრაცია არის ის ფაქტი, რომ როდესაც ჩვენ რუსეთის დელეგაციისთვის ვთხოვდით ხმის უფლების შეჩერებას, როდესაც რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებას ვთხოვდით, ჩვენი დელეგაცია ითხოვდა ამას პასეჟი, როგორც წესი, პასეს წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ამასაც წინააღმდეგებოდა, არ უჭერდნენ მხარს და დღეს საქართველოს და დღეს დიდი შანსია, რომ მათ მხარი დაუჭირონ ოპოზიციის მოთხოვნას. რატომ? იმიტომ რომ ერთი და იგივე ცენტრიდან იმართებიან, თუმცა მე მაინც გამოვთქვამ იმედს, რომ ამ შემთხვევაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ დაემორჩილება არც ქართული ოპოზიციის უკანონო მოთხოვნებს, ანტიქართულ მოთხოვნებს და არც იმ ზეწოლას, რომელსაც ისინი დარწმუნებული ვარ განიცდიან გარედან. 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე შეიკრიბება. სტრასბურგში მმართველ გუნდს დაგეგმილი აქვს არაერთი შეხვედრა. კაიროს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს თანამდებობებზე დანიშნა სულულსავს. მისალოდ წერილში წერია, რომ საქართველო გაერთიანებული ერების
ღირებული პარტნიორია. გაეროს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. თქვენო აღმატებულებაო, მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლადველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად. ერთად შეგვიძლია გავაძლიეროთ 2030 წლის დღის წესრიგში და მომავლის პაქტში ასახული პრინციპები და იმავდროულად ვიმუშაოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. ვემხრობი ამ მიზნებისადმი ერთგულების განახლების იდეას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით. წარმატებებს გისურვებთ თქვენი მოვალეობის შესრულებაში. თქვენო აღმატებულებაო, გთხოვთ მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური. მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში. რეგიონალური მშვიდობა და უსაფრთხოების გამტკიცება რჩება პრიორიტეტად, განსაკუთრებით გაეროს მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის. ვემხრობი ყველა ძალისხმევას მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის, სამართლის უზენაესობის დაცვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მოგიწოდებთ კვლავ გააგრძელოთ გენდერული თანასწორობის პრიორიტეტად მიჩნევა თქვენს მთავრობაში და ხელმძღვანელ თანამდებობებზე. საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან ერთად ვმუშაობთ ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. თქვენო აღმატებულებაო, გთხოვთ მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური. მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის ელჩი შეხვდა შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ასევე მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა თურქმენეთის ელჩს. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-თურქმენეთის მაღალი დონის თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. როგორც ცდილობს გიორგი ბაჩიაშვილი ხაზარაძე ჯაფარიძის მსგავსად საკუთარი დანაშაულებისათვის კუთვნილი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას და როგორ აფარებს თავს პოლიტიკას. ქართული ოცნების წევრები იმედოვნებენ, რომ სამართლიანი სასამართლო საქმის ირგვლივ არსებულ ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს. სამწუხაროდ არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებმაც იფიქრეს, რომ პოლიტიკა შესაძლებელია იყოს ინდულგენცია და პოლიტიკაში თავის შეფარებით შესაძლებელია რომ გადაუხსნას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. იგივე შემთხვევა არის ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, რომელიც ბრალდებული არის მძიმე დანაშაულებში და ეხლა იმიტომ რომ გაექცეს პასუხისმგებლობას, გაექცეს სამართლიან სასამართლოს, ყველაფერს აკეთებს რომ პოლიტიკაში იყოს თვითონ ჩართული, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ადვოკატის განცხადებები, ეს ის ადვოკატია, ყველას კარგად ახსოვს, რომელიც ყოველთვის ცდილობს რომ პოლიტიზირებული გახადოს ხოლმე სისხლის სამართლის საქმეები და შემდეგ ამითი როგორმე გადაარჩინოს თავისი დაცვის ქვეშ ყოფი ჯერჯერობით არ გამოსვლია ეს და დარწმუნებული ვართ რომ სამართლიანი სასამართლო გასცემს ყველა კითხვას პასუხს. გიორგი ბაჩიაშვილი არის სავარაუდო დამნაშავე ქურდი, რომელსაც ბიზნესმენში ჯერ კიდევ 2017 წელს მოპარა 9000-მდე ბიტკოინი და სამწუხაროა რომ ბაჩიაშვილი ახლა ცდილობს თავისი პასუხისმგებლობიდან გაქცევის სანაცვლოდ დააფინანსოს ოპოზიცია, დადგეს რადიკალური ოპოზიციის მხარეს და როგორც ჩანს არ მხოლოდ შიგნიდან, მათ შორის გარედან მას აქვს დაკვეთა, რომ ბიზნესმენის მოპარებული ფულითვე დაუპირისპირდეს ბიზნესმენის ქართულ ოცნებას. ამის მაგალითები ჩვენ გვინახავს იგივე კეზერაშვილთან, ხაზარაძე ჯაფარიძესთან სხვებთან მიმართებაში, თუმცა გარედან ამ პოლიტიკოსებს აქვს დაკვეთა მოპარული ფული დაახადონ რადიკალურ ოპოზიციას იმის სანაცვლოდ, რომ მათ ჰქონდეთ გარედან განკროლებული პოლიტიკური მხარდაჭერა და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი დანაშაული დამალონ და დაუკავშირონ ეს პოლიტიკურ პროცესებს. სამწუხაროდ ესე ტენდენცია არის უკვე საქართველოში, რომ ის ბიზნესმენები, რომლებიც ბრალდებულები არიან, შემდეგ თავშესაფარს ეძებენ უკვე პოლიტიკაში.
და ამის კარგი მაგალითი არის ბატონი ჯაფარიძე, ბატონი ხაზარაძე და ეხლა ბატონი ბაჩიაშვილიც მიუერთდა მათ რიგებს და ბატონი ბაჩიაშვილი მაშინვე ჩაჯდა იგივე რიტორიკაში, იგივე მესიჯ ბოქსში, რასაც ეს რადიკალური ოპოზიციური პარტიები აჟღერებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა, რასაც ბათავალებენ თავიანთი უცხოელი უფროსები და ბაჩიაშვილზე ისეს გამოიკვეთა, რომ ამ პირდაპირ აღიარა, რომ იგი აფინანსებს აქციებს. როგორც კი მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოთხოვნა, მან დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება, რაც თვითონვე აღიარა, აქციების დაფინანსება და დაიწყო ზუსტად ერთ-ერთი იმ ტერმინოლოგიით ლაპარაკი, რომელთაც მას არასდროს არ ულაპარაკია. ეს კარგად მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ის უბრალოდ ქურდი კი არ არის, არის აგენტი ქურდი, რომელიც დიდი შანსია, რომ თვითონ აი ამ თავის კრიმინალურ საქმიანობასაც გარკვეულწილად ჩადიოდა, იმიტომ რომ მწვანე შუქი ჰქონდა მას ამაზე ანთებული, ან დავალება ჰქონდა, რომ ზუსტად ეს გაეკეთებია. რატომ? იმიტომ რომ ამითი მოახდინონ ზეწოლა თქვა ბიძინა იმანიშვილზე და ქართულ პოლიტიკაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ეს ცდელობა არის უბრალოდ უაზრო, იმიტომ რომ ამას ვერ მიაღწევს, რაც შეეხება სამართალს, სამართალი დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად აღსრულდება. რადიკალურ ოპოზიციას საკუთარი გეგმა ისევ არ აქვს. აკერმანის მეთოდებით გადამზადებულები მაკეინის ინსტიტუტის მიერ წინასწარ შედგენილ გეგმას მიჰყვებიან. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ამრევები და მსხვერპლზე მეოცნებენი ახლა ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ ნათქვამს, რომ ოპოზიცია გეგმის გარეშეა, ოპოზიციას აქვს გეგმა, რომ ექნება გეგმა. და სწორედ ყოველთვის აქ გამოდიან, რომ ჩვენ აი მოვა რაღაც X დრო, X დღე დადგება და ამ დღეს აუცილებლად გეგმას გაგაცნობთ, შემდეგ დადგება ეს X დღე და შემდეგ Y დღეზე საუბრობენ ხოლმე და ეს არის მათი გეგმა და ნარატივი. ეთყობა მესიჯები არ მოსვლიათ. არ ვიცი როგორ კომუნიკაცია აქვს თავიანთ პატრონებთან, მაგრამ ალბათ მესიჯები აგვიანებს, დავალებები აგვიანებს, აქამდე იმას მაინც ახერხებდნენ, რომ რაღაცა შინაარსი შეეძინათ და ეცდებოდნენ ხოლმე, რომ საზოგადოება ტყუილს, როდესაც შესთავაზებდნენ, რაღაცა ცოტა დამაჯერებლობა მაინც ქონდა ამ ტყუილს და ეხლა ამასაც ვერ აკეთებენ. ოპოზიციას გეგმა არ გააჩნია, ოპოზიციის ერთადერთი გეგმა იყო ის მაკეინის ინსტიტუტის გაიდლაინის ინსტრუქციის შესრულება, რომ რამენაერად სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაეყვანათ პროცესები, მაგრამ როგორც კი ჩვენ გავანეიტრალეთ, ჩვენმა სამართალდამცველმა უწყებებმა აქციებიდან ერთ კვირაში ფაქტობრივად ამოიღეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოპოზიციური რადიკალური ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან ის პიროტექნიკა და ის ჭყალებში შეიარაღება, რითიც ისინი იყვნენ შეიარაღებულები. მას შემდეგ ეს აქციები გადავიდა უკვე, ასე ვთქვათ, მშვიდობიანი აქციების რელსზე. საბოლოო ჯამში ამ აქციებზე უკვე ალბათ რამდენიმე დღეში დარჩებიან მხოლოდ ამ რადიკალური ოპოზიციური პარტიების თვითონ პარტაქტივი. დღეს ისინი ხედავენ, რომ მათ იარაღი გამოელიათ, მათ ძალა უკვე აღარ აქვთ. თუმცა მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მათი აქციები გაგრძელდება, იმიტომ რომ ეს არის მათი დამკვეთების ნება, მათი დამკვეთების გადაწყვეტილება, რომ როგორმე აუნონ საქართველოს სახელმწიფოს. ხედავენ, რომ დღეს მათ ვერ შეძლეს ქართული სახელმწიფოს შერყევა, ეხლა მთელი აქცენტი გადატანილი აქვს ეკონომიკაზე, რომ როგორმე შეანელონ ეკონომიკური ზრდა. ამ აქციებს რომ მიზანი არ აქვს, ამას ხედავთ, მათ რომ გეგმა არ აქვს, ამას ხედავთ და მათ ლაპარაკშიც სულ უფრო ხშირად ეს სასოწარკვეთილი ტონები იმატებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინზე საუბრობენ მმართველ გუნდში. თია წულუკიანის განცხადებით ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გზავნილები არის საქართველოში და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იმედის მომცემი. ფაქტია უკვე ის, რომ ახალ პრეზიდენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ ჩვენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, რის შესახებ მზაობაც მაღალ დონეზე, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არაერთხელ გაცხადდა და ეს იმედი ეფუძნება იმას, რომ ახალ პრეზიდენტს აქვს მწვავე აღქმა იმისა, რომ ომი ცუდია, როდესაც ის არაფერს არ ემსახურება, რომ ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და ამდენი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, აუცილებლად უნდა დასრულდეს და რომ არ შეიძლება ახალი კერები, საომარი კერები იხსნებოდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ეს ასე სურს. ეს რა თქმა უნდა ემთხვევა ჩვენს ხედვას, მშვიდობის და იმ ანტიმილიტარისტულ საქმიანობას, რასაც ქართული ოცნება ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ეწევა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ბატონი ტრამპის, ასე ვთქვათ, ღირებულებებით ნაწილში
ნაწილში და პოლიტიკურ ნაწილში სრული თანხwebdra გვაქვს, მას აქვს უამრავი პრობლემა დასალაგებელი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომის დასრულება, იგი გვპირდება, რომ 100 დღის განმავლობაში ამ ყველაფერს მოახერხებს, რაც ავტომატურად აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ვინაიდან გაქრება ის ბინძური ინტერესი, რაც იყო მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ფრთხილი პოლიტიკა, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყველასთან ურთიერთობები დავალაგოთ და რა თქმა უნდა, დღის წესრიგში პირველ რიგში არის ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას თვითონ ევროკავშირთანაც. და კვლავ საქართველოს აქცია მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოსთან. ჩვენ ახლა შეგვიძლია კადრები პირდაპირ ეთერში ნახოთ, როგორც ხედავთ, საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია და გზა არ არის გადაკეტილი. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრაფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტო. საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 6 თავშესაფარი და კრიზისული ცენტრები ქვეყნის 7 ქალაქში. დაზარალებულებს უწევენ შესაბამის დახმარებას და მხარდაჭერას. რა სერვისები ფუნქციონირებს კონკრეტულად და როგორ ხდება ბენეფიციარების ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია. თამარ ჩიკვატია მოგიყვებით. ეს ერთ-ერთი დაწესებულებაა, სადაც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრაფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს ფარგლებში დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას და მხარდაჭერას უწევენ. ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, სექსუალური ხასიათის ძალადობა, ტრაფიკინგი, ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს და მათ შვილებს თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში ყველა საჭირო სერვისით ეხმარებიან. სწორ გარემოში მოხვდი. დაწყებული ელემენტარული ტანსაცმლით, მედიკამენტით, თუ ფსიქოლოგიური იმდენად ოჯახური გარემო იყო, ზრუნავენ ადამიანები, ძიძა ყავს, პატარა ასაკთან სხვა მუშაობს, დიდებთან სხვა მეთვალყურეობის ქვეშ არიან, დავამთავრე რამოდენიმე სხვადასხვა კურსი დღესდღეობით, ერთ-ერთ საკონდიტროში მენეჯერის პოზიციაზე ვარ. ისევ და ისევ ამ დაწესებულების მეშვეობით ერთწლიანი დაფინანსება მაქვს ქირით. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში მრავალფეროვან სერვისთან ერთად ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელსაც გასულ წელს 11,000-მდე მოქალაქე მიმართა. თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის დახმარებით კი 700-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ეს სერვისები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მსხვერპლმა თავი იგრძნოს დაცულად და სახელმწიფო მაქსიმალურად შეუქმნას მას კომფორტული გარემო რეაბილიტაციისთვის და საზოგადოებაში დაბრუნებისთვის. გარდა ამისა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფარგლებში მოქმედებს ძალადობის მსხვერპლთა საკითხებზე საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116-006, ასევე ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი 111. ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია დაზარალებულთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია. უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დაზარალებულთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მხარეები ცდილობენ, რომ გამოკვეთონ ძალადობის მსხვერპლი ქალების საჭიროებები, იზრუნონ მათი პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას და საბოლოო ჯამში ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაეხმარონ მათ დასაქმებაში. ცალკე უნდა აღინიშნოს ბარნაჰუსი, ეს არის დაწესებულება, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ემსახურება ფსიქოლოგიური კონსულტაციებით, სამედიცინო დახმარებით, ბავშვზე მორგებული მარცვაჯულებით, რაც გულისხმობს მარცვაჯულების განხორციელებას, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით და ეს ყველაფერი ხდება ერთი ფანჯრის პრინციპის დაცვით. დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების პარალელურად პირველად რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენს. 2024 წლის მაისიდან სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა, რაც უწყების მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის. ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი ეს გახლავთ შემაკავებელი ორდერი, რისკის შეფასების ინსტრუმენტი, ელექტრონული ზედამხედველობა, ელექტრონული სამაჯური იგივე და ორდერის მონიტორინგი. როგორც ერთობლივად, ასევე ცალ-ცალკე თითოეული მათგანი ემსახურება იმას, რომ მსხვერპლი, რომელიც ჩვენი მხრიდან დაიდენტიფიცირდება, რომ არის თქვა დანაშაულის მსხვერპლი, ან არის ისეთი ძალადობის მსხვერპლი, რომელსაც თქვა არ მიუღწევია კონკრეტულ დანაშაულის ნიშნებამდე, ჩვენ მათ შევთავაზოთ ეს მექანიზმები, რათა თავი იგრძნონ დაცულად. საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 6 თავშესაფარი და კრიზისული ცენტრები ქვეყნის 7 ქალაქში: თბილისში, გორში, ქუთაისში, მარნეულში, ოზურგეთში, თელავსა და ზუგდიდში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი განათლებისა და კულტურის მინისტრ დავით მორგოშიასთან ერთად ზუგდიდში აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლებში სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი არის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე ჩვენი
მასწავლებლების საჭიროებები. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მინდა თითოეულ მათგანს გადაუხადო იმ ყოველდღიური გმირობისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ანხორციელებენ. განვიხილეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც არსებობს როგორც ჩვენ საჯარო სკოლებში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ვითარება კვლავ მძიმედ რჩება. ეს შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და სწრაფ რეაგირებას მოვახდენთ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ყოველი წლის დასაწყისში ასეთი შეხვედრები და აფხაზეთის მთავრობამ, განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ძალიან სწორად აგეგმა. ეს იყო ჩვენთვის მხარდაჭერა. მოგვისმინეს, ჩაინიშნეს და დაგვირდნენ, რომ გაიცნობიან ყველა აღნიშნულ პრობლემას და ეტაპობრივად შეუდგებიან მოგვარებას. დაცული ტერიტორიები საქართველოში სწრაფად ვითარდება და ფართოვდება. ერთ-ერთი პრიორიტეტია დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება. 2024 წელს დასრულდა ჯამში დაახლოებით 680 კილომეტრის სიგრძის ბილიკების ქსელისა და თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რეაბილიტაცია. გარემონტ და ვიზიტორთა ცენტრები რეაბილიტირდა ხიდები და აშენდა 23 ახალი ტურისტული თავშესაფარი. საქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობა მნიშვნელოვნად იზრდება. ეროვნული პარკების პოპულარიზაციას ხელი შეუწყო დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა. სააგენტო აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში საუდის არაბეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში. ამ ძალისხმევამ მნიშვნელოვნად აამაღლა საქართველოს პროფილი გლობალურ ასპარეზზე. დაცული ტერიტორიების სააგენტო 2025 წელს ცხადია აგრძელებს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას. ამ კუთხით უკვე დაგეგმილია ინდოეთის და ასევე საუდის არაბეთის გამოფენებში მონაწილეობა უშუალოდ 2025 წლის თებერვალში, თუმცა წლის განმავლობაში ასევე გეგმავთ სხვა არაერთ საერთაშორისო ტურისტულ და სათავგადასავლო გამოფენაში მონაწილეობას. ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ვიზიტორებში დიდ ყურადღებას იქცევს, სათაფლია და პრომეთეს მღვიმეა. ამ ადგილების მნახველთა რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. ტურისტები აქ დღესაც მრავლად იყვნენ. ჩამოსვლამდე მოვიძიეთ ინფორმაცია და რეკომენდირებულ ადგილებს შორის ერთ-ერთი იყო საქართველო. ძალიან მომწონს აქ ყოფნა, ძალიან მომწონს გამოქვაბულები და ამ ადგილითაც აღფრთოვანებული ვარ. გვაინტერესებდა, რა საინტერესო ადგილის ნახვა შეიძლებოდა ბათუმთან ახლოს და ვეწვიეთ მღვიმეს, რომელიც გასაოცარია. უნიკალური არის თვითონ სათავლის დაცული ტერიტორია, თემის ეკოტურიზმით. ასევე მისი სანახაობები რაც არის ტერიტორიაზე, დინოზავრების ნაკვალევი, კარსტული მღვიმე, დინოზავრების განახლებური პარკი არის და ასევე მინის პანორამული გადასახედი. იანვრის თვე არის ახლა და საკმაოდ ბევრი ვიზიტორი 2000 ვიზიტორი არის უკვე დაახლოებით აფიქსირებული. გასულ წელს იყო ყველაზე დიდი მაჩვენებელი 254,000 ვიზიტორი ესტუმრა მღვიმეს და თითქმის 80% იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. 1400 მეტრს შეადგენს მღვიმის საფეხმავლო ბილიკი, ასევე სანაოსნო მონაკვეთი არის არსებული ის 400 მეტრს შეადგენს, სადაც შეიძლება ნავით გასეირნება ასევე მღვიმეში. 2024 წელს განახლდა ინფრასტრუქტურა, დასრულდა ჯამში დაახლოებით 680 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტული ბილიკების ქსელი. აშენდა ახალი ტურისტული თავშესაფრები. ტოპ მონახულებად დაცული ტერიტორიების სიაში მოხვდა მტირალაც ეროვნული პარკი, წალკის კანიონი და მარტვილის კანიონი. ჩვენთან არის სერვისები, ეს იგი არის საფეხმავლო ბილიკი, სანაოსნო მონაკვეთი, ზიპლაინი. 2024 წელს გვესტუმრა 327,000 ტურისტი, ხოლო 2023 წელს გვესტუმრა 305,000. პირველად ვარ საქართველოში. ყველაფერი ძალიან ლამაზია. მე მიყვარს საქართველო, თბილისი. ძალიან ბევრი სურათი გადავიღეთ კანიონზე. 2024 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1,104,428 ვიზიტორი ესტუმრა. საქართველოს შესახებ დაიბეჭდა არაერთი სტატია უცხოურ და ცნობილ გამოცემებში. მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმსხვილესი ავიაკომპანიების საერთაშორისო მარკეტინგული დაჯავშნისა და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრაზე საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი ვნახოთ. ძალიან მოგწონს ქართული ღვინო საქართველო. ჩვენ ბევრჯერ ვართ ნამყოფი თქვენს ქვეყანაში.
ქართულ ტრადიციებს ამჟამად მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. FITUR 2025-ში 152 ქვეყნის 10,000-მდე კომპანია მონაწილეობს. მადრიდის ტურისტულ გამოფენას 153,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. ზარდია ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, როგორც ესპანურენოვანი ბაზრის სხვადასხვა კომპანიების მხრიდან, ასევე სხვა ქვეყნების კომპანიების მხრიდან. ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა. ეს ამ 4 თვის განმავლობაში ძალიან დატვირთული იყო გამოფენა და ინტერესი იყო ძალიან მაღალი, არა მხოლოდ ესპანეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. მადრიდში გამოფენაზე საქართველოს სტენდი მრავალფეროვანია. ვიზიტორები აგემოვნებენ ქართულ ნუგბერს და ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს. გამოფენაზე ქართული კერძები დავაგემოვნეთ, ძალიან მოგვეწონა. საქართველოში არასდროს ყოფილვარ, მაგრამ ვფიქრობ ვიმოგზაურო. ჩვენ ძალიან მოგვეწონა ქართული ღვინო და კერძები. მე ბილბაოდან ვარ, ეს კიდევ სარაგოსადან. ძალიან გვინდა საქართველო მოვინახულოთ და იმედია ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმსხვილეს კომპანიებთან შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა ძალიან აქტიური შეხვედრები ისეთ საერთაშორისო მედია პლატფორმებთან, როგორც არის ექსპედია, ბლუმბერგი, შევხვდით ბრიტანეთის ავიახაზებს, მომავალი ურთიერთობების და მარკეტინგის წლევანდელი წლის მარკეტინგის ერთობლივ დასაგმებ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე ჰქონდა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, ვიღებდითო ჰქონდა საქმიანი შეხვედრები. ხვალ მთავრდება აღნიშნული გამოფენა, თუმცა საქართველოს მადრიდში უკვე გასტრონომიული ფესტივალით ორშაბათიდან წარდგება, სადაც სპეციალურად ქართული დელეგაცია, ქართველი შეფები ჩამოდიან იმისთვის, რომ გააცნონ უკვე ქართული გასტრონომია მთელს მსოფლიოს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ძალიან კარგი შეხვედრა გქონდა. ჩვენ განვიხილეთ თუ რა კუთხით უნდა ვიმუშაოთ, რომ ხელი შეუწყოთ საქართველოს ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდას გლობალურად. მიმოვიხილეთ წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები და ველოდებით თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე გადასვლას. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან 2025 წლის მარკეტინგული პროექტების გეგმა განვიხილეთ. ჩვენ წლებია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედია პარტნიორი ვართ. ახლა ვიკვლევთ თუ როგორ შეიძლება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ჩვენება ამ წელს. მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დასრულების შემდეგ საქართველოს დელეგაცია ესპანეთის დედაქალაქში, მსოფლიოში ყველაზე დიდ გასტრო კონგრესში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგულაძემ პირველ მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილთან ერთად პარასპორტსმენებთან, მწვრთნელებსა და პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა პარაათლეტებს 2024 წელს მიღწეული წარმატებებისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. მადლობა გადაუხადე ყველა იმ ტურნირში გამარჯვებისათვის, რომელიც მათ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწიეს. ამავე დროს სპორტსმენებთან და ფედერაციასთან ერთად ვიმსჯელეთ მომავალში თუ რა პროექტები უნდა გახორციელდეს იმისათვის, რომ პარასპორტი უფრო პოპულარული და უფრო წარმატებული გამოჩნდეს და კიდევ ერთხელ დაუდასტურეს სამინისტროს ხარდაჭერა მათ. 2025 წელი ჩვენთვის არის ამბიციური, ვინაიდან ამ ხარდაჭერას და იმ შედეგებს, რომელიც 2024 წელს დავდეთ, ჭირდება განვითარება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სახელმწიფოს ესეთი ძლიერი ხარდაჭერა ჩვენი პარაათლეტები 2025 წელს არაერთ მნიშვნელოვან ისტორიას დაწერენ, რითაც ქართული სპორტის თითოეული გულშემატკივარი სამართლიანად იამოყებს. შეხვედრამ ჩაიარა საფუძვლიანად, გეგმები არის გრანდიოზული, ძალიან კმაყოფილი ვართ ამ შეხვედრით და ვეცდებით, რომ ჩვენი შედეგები გავემეოროთ და გამომჯობესოთ შედეგები და რა ვიცი, ერთობლივი ძალებით მეგონი ყველაფერი კარგად იქნება. შედგა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა სპორტის მინისტრთან, ვარ ძალიან კმაყოფილი და დარწმუნებული ვარ ყველა პარაათლეტი და დამეთანხმება იმაში, რომ ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ მომავლის ინვესტიციებზე, ძალიან ბევრ გეგმებზე, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება ჩვენი პროგრესისთვის. წარმატებები ხვიჩას, ასეთი იყო ახალი ამბები 20-ზე, ყველა სიახლე შეგიძლიათ გაიცნოთ იმედი ნიუს ერთილი ჯიზე. მე ხვალ დილამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.